ისტორია ძალიან შორიდან იწყება. წარმოიდგინეთ, ერთ დროს მეც პატარა ბიჭი ვიყავი, ძველი წარმოსადგენია, მაგრამ აი სულ ახალგაზრდა რო ვარ და რაგბის თამაში, საერთოდ რაგბი როგორ დავიწყე, იქ ძალიან საინტერესოა, იმიტომ ჩემი კარის ერთ ზოში ცხოვრობდი დგელა მიქაბერიძესთან ერთად. ეხლა კი გახდა სოფლის კაცი, სოფელ დიღომში ცხოვრობს და დაწმინდაზე ერთად ცხოვრობდი და მეკაჩებოდა ერთი მეზობელი აფროსნობაზე, მეორე რაგბიზე და ავეცი ეს რაგბი და რომ მივედი ლოკომოტივში, მაშინ ლოკომოტივში იყო გელა ლოკომოტივში მივედი ერთადერთი პატარა ბიჭი ვიყავი და აი პირველივე ვარჯიშზე კითხეს რა კარგად დარბი ხარო მითხრეს ეხლა წარმოიდგინეთ 13 წლის ასაკში ეგეთ რამეს ვეგეთქვიან და საიდანო და ძლეოსნობაზე დავდივარ მეთქი და ბიჭო მოდი თაქაო და ყველანი მოვიდნენ და ვაუ ვქენდი მივხვდი რომ აქედან წამსვლელი არცად აღარ ვიყავ ძალიან მაგარი თაობა იყო ეს ჩვენი ძილა თაობა ძალიან მაგარი თაობა ლექსოს ბილიკები ცნობილი ლექსო ბურნაძე ლოკომოტივზე არის ეგეთი ეხლა თქვენ შეიძლება რომ ლექსოს ბილიკები იყო ესეთი და ლექსო იყო ყველას ფიზიკის მწვრთნელი დროს ჩვენ ბურთელების კალანდურთელების რეგბისტების თავისთავად რა და მეც დავდიოდი ლექსოსთან და ნუ უკვე კარგად შეხუმრებულები ეგეც უპროსია რა თქმა უნდა და ლექსოს ვეკითხები ერთხელ რომ ლექსო რას დაათრევ ამ ძლეოსნებს სამცხეში თქო რა კარვებში აცხოვრებ გასაბთა კავშირია რა მაგარი ბაზებია ლესელიძე არსებობს შენ არსებობს უამრავი რა აუ შენ ჯერ პატარა დურაკი ხარ ესე მითხრა ზუსტად რა ეგეთი სპეციფიურად მშრალი ჰავა და ეგეთი კლიმატი დიდი დატვირთვების არ არსებობს რა აი ეს არ არსებობს ჩამჩა მე ესე მოხდა რომ ერთი გერმანელი სტუმარი ყავდა გულა გეგენავას და სუფრაზე როგორ ყოველთვის წყდება საქართველოში ბევრი რამე ანუ ამ რაგბის მორაგბები შევიკრიბეთ თავისთავად რაგბიზე ვლაპარაკობთ რა სეპარატისტული იყო აქ რაღაცა ყველას ეს გერმანელი ბიჭი გვისმენს რა რაღაცა და მოვყევით როგორი როგორი მეგობრულია, როგორ უხდება საქართველოს თავის მეგობრების ნიუანსებს, იმას ამას რაღაც ყვები და 2-3 დღის მერე გუგა მირეკავს ამ გერმანელ ბიჭს უნდა შენინახო. თურმე პროექტის დასაწერად არის ჩამოსული. აქა უშველებელი World Vision-ის პროექტის, გერმანული World Vision-დან იყო და პირველად საერთოდ მე მგონი საერთოდაც ანუ სპორტი არ შეიძლება გრანტის რეჟიმში სპორტი არის. პირდაპირ წერია სპორტი, ნარკოტიკი და იარაღი აკრძალულია. მაგრამ როგორც ინსტრუმენტი რაგბი ინტეგრაციის შემოვიდა, მოგეხსენებათ აქ ახლა სომხური მოსახლეობა ბევრი და ბოლნის მარნეულში შემოვედით. და აქ ამ რეგიონში შემოვედით ახალციხეში და ნინოწმინდაში მასში. და ასპინძა ესეთი სატელიტივით არის, შუაწელი არის, რა იქითკენ უფრო სომხური მოსახლეობა, აქეთკენ ის არის და ეს ასპინძა დაგჩაგვიჯდა ეგრევეც თავში რომ იქნება რაღაცა მოუხერხოთ ამ ასპინძას. პლუს აქ ესეთი თემურ ტივაძე არის ძველი რაგბისტი, მაშინ თამაშობდა ზოოვეთში თამაშობდა და ისიც ნახეთ ვეშაპა ზედმეტი სახელი რაგბისტული ვეშაპა ვნახეთ და რაღაცნაირად დავიწყეთ აქ ესე მოხდით ამ ხარეში მე იყო რამდენიმე გრანტი ძალიან საინტერესო რომლითაც მართლა ეს რაგბი იყო სოფლებში ერთ სომხურ სოფელში ვიყიდით ერთ ქართულ სოფელში დავიწყეთ მე და თამაზგელაძე ერთი კარგი რაღაცა უნდა მოგიყვეთ თამაზისთან დაკავშირებით. თამაზის ახლა ჩემზე არის 12 წლით უფროსი თუ ზუსტად ამწდები. და დიდი ვარსკვლავი რო არის თამაზი და საბჭოთა რაგბის ის მომენტია და მოხდი მონინოში მოსკოვისთან არის დახურული ქალაქია და ნუ ჩვენ მოხდით იქ რაღაცა შეჯიბრზე გასამხედროებული შეჯიბრი იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო, იმიტომ ვევია მოგეხსენებათ, ეხლა არის აღლაც შუა წელში და მაშინ იყო ნუ უცვლელი ძალიან მაგარი იყო და ვევიაში თამაშობს თამაზი რაღაცა.
და ერთხელაც 17 წლისა ვარ მე მგონი რა ეს და მოვდივარ ეხა მაშინ რას ვიფიქრებდი რომ თამაზისთან ესეთი ჩახუტება მექნებოდა და მთელი ცხოვრების სიყვარული და მაშინ არ ვიცნობ რა ის ხო არ ვიცნობს და არ ვიცნობს და თამაზი მინდა გითხრათ რომ ესეთი კონტების გროვა იყო 12 ნომერი იყო მაგრამ ესეთი ძიმე შემდგარი იყო რა 3-4-ბელი იმ დროისთვის და ძალიან მოძრავი და ძალიან სხარტი რა იმ დროისთვის იშვიათი რამე იყო საბჭოთა რაგბიში მით უმეტეს რა და მოვდივარ და თამაზი ხარ მგელაძე მე რეგბისტი ვარ ვაუ ისი გაზდილი ხარ რა გელა მიქაბერიძის ხარ და იმ დღეს 21:00 წავაგეთ ლვოვის სოკოლთან ლვოვის სოკოლის სერიოზული გუნდი იყო სოფელში ჩემ პატარები ესე თავზე ხილი გადამისვლა გელას გაზდილს ერთი ლელო მაისუდა დაგიდო რა ანუ თამაში ნანახი ქონდა და ეს ძალიან ეს იყო რა სინამდვილეში ამაყი ვიყავი მაგით რომ თორმე თამაში დაახაჩვე ხო მე ეს არის რა და მე უკვე ერთადავად თამაზი მსმელი არის ჩემი ერთად ბევრ რაღაცას მოძრაობთ და უკვე აი ესე იდეალისტი ის ხო ძალიან იდეალისტია რა სუცაში დაფრინავს მე ცოტა მიწაზე ძალფეხით მიწაზე ცოტა ცოტა და რაღაცა კარგად გავუგეთ ერთმანეთს და მოვხდით აქ ამხარეში რა და შემდეგი პროექტები უკვე ასპინძა რატო ეხა გითხარით რატომაც ესეთი შუაწელია ზუსტად ახალქალაქსა და ახალციხის შორის შუაწელშია და აქ ვიკითხეთ სადმე მოედანი არ არსებობს მოედანი ცენტრალური არის მაშინ საშინაო დღეში იყო და მითხრეს რომ ჭალაშიო საბჭოთა კავშირის დროს იყო რაღაცა მოედანიო რომელზეც ის კი არა ფეხბურთიც აქვს თამაშები გავიკითხეთ გამოვიკითხეთ და პირველად აქ ვერ შემოვედით რა ზაფხულის პერიოდი იყო ან ეს მოკეთ თბილოდა რა უკვე და აქ ეხლა ბატონები არიან რა კარჩი და მაგ პერიოდში მithumetes რა და დღემდე ვერ მივეჩვიე მაგათის ხო და მოკეთ ვერ შევედი მაგრამ ეს იყო სადაც ეხლა მოედანია რა რომელიც იცით აი პირველად ეგ გაითიბა ერთი 10 წლიანი ჯარი მქონდა აღებული ვიღაცა სათიბად მოკლედ ის რაღაცნაირად მოველაპარაკეთ იმ ადამიანს რაღაც მოსკენით ჩვენ შემდგომარეობაში შევიდა და მოკლედ ესე დავიწყე კაი რამე არის ანუ მოედანი მაშინ არ არსებობს საერთოდ საქართველოში და რეალურად აი ესეთი და გავკრიჭეთ რაღაც მოსკენით რაღაცა და რაგბის ფესტივალი გვაქვს ამ აბანოს მთას ეძახიან ამ მთას ჩვენი მიზანია რომ რაგბისტების ან რაღაც რაგბის მთა დაარქვათ მაგრამ ეხლა ჯერჯერობით აბანოსთან და იქავიდე იქიდან ძალიან კარგია მაშინ დრომები არ არსებობს და იქიდან ძალიან კარგ კადრებს ვიღებ და გადაღებული მაქვს იქიდან ეს ფესტივალი რა და ახარ მახსოვს რაღაცა იყო კავშირში მოკლედ რაღაცა სლაიდ შოუს ვაჩვენე რა და უცებ ეს მოედანი და ბენდიაში მოსავდა მოედანი იმიტომ არ არსებობს მოედანი უცებ ბალახის კარგი მოედანი და თქვი თემო ეგრე არ არის ძმაო ხო მოკლედ ესე არის ის ამბავი და ესე მოვედით მე ეს მოედანი არსებობდა მე ეგ ძველი პატარა კოტეჯი რო არის ერთ-ერთ გრანტის დროს მე და თამაზი ხელფასი არ ავიღეთ რა საერთოდ არ ავიღეთ მთელი წლის ხელფასი რემონტის ფული ქონდა იმიტომ რომ გაგვერემონტებია ის ბიზნესვინა და იმითი ავაჭრეთ ის ძველი კოტეჯი იმ ძველ კოტეჯში მინდა გითხრა რომ რამდენიმე ელჩია ნამყოფი 10 წელი იყო შუქი იყო და თქვენ არ გემახსოვრებათ ეგეთი ის იყო მაკლარენი იყო ბრიტანეთის ელჩი რომელიც შოტლანდიელი იყო ოკერტი დადიოდა და ესე ტიპი იყო რა მასკან და ის არის ნამყოფი აქ რა და ეგ კარგი ისტორიაა ძალიან იმიტომ რომ ბარბაროსები ჩამოვყავს მე რაგბის კავშირში ვმუშაობ მე ეს და თამაზი რაგბის კავშირში ვარ იმ დროს და ბარბაროსები უნდა ჩამოვიდნენ და ჩემი კლასელი იყო მაგის თანაშემწე ხალბატონი ლალი და ლალისთან რაღაცა მოვაგვარე რომ ვიცი რომ ახალ ქალაქში მიდის და 5 წუთით შემოირბინოს მეთქი რა აი 5 წუთით მაგრამ რო შემოვიდა არც მიიღო შემოღობილი არაფერი უბრალოდ მინდორია რა თავისთავად ფუნი და თელიც და კიდე ბავშვები თამაშობენ და თავისთავად ეხა რაღაცა პატარა იმას ვადგავ რა პატარა სპექტაკლი მაქვს ეხლა იმ მომენტში შეიძლება ისედაც იყო აღარ მახსოვს ეხა 2006 წელია მაგრამ და ეს
შემოვიდა აქ შარლი რაღაცა მიტინგზე მიდის იქ მიტინგი ცუდი გაგებით არა ანუ შეხვედრაზე მიდის იქ და გასტუქშია მაკასინებში კოსტუმში გამობრანჭული და რომ დაინახა ეს ბავშვები რეგს თამაშობენ თურმე რაგბის თამაშობს მანამდე იყო კაი მაგის როგორ გავიცა შვიდკაცა ევროპის შვიდკაცა მინდა გითხრათ ერთ-ერთი ჩვენ დროს ტარდებოდა საქართველოში და თბილისის შვიდკაცა არის საერთაშორისო მოდის ვიღაცა იპი და შენო გეტყობაო რომ ხელმძღვანელი ხარო აქ რა და ჩემი გუნდი თამაშობს და მინდა მოედანზე გავიდეო და გავამხნევო გუნდი და ეს კაცი საშუალო სიმაღლეზე დაჟიცოთ დაბალი იყო აი საშუალო სიმაღლეზე და საგიჟეთი მაგრამ ბოლი გამდისა და აი მეთქე თავი დამანებო თუ ინგლისურად ჩემი დამტრეული ის კაი ინგლისის ლაპარაკობს მაგრამ ჩემს უშულობა რა და შენი თავი არ ამაკეთე და მოედანზე გაყვანა ეხლა რომ და ბოდიშიო და შეტრიალდა და ეს ხო არია ეს შეტრიალდა წავიდა ბოდიშები ხადა და მოვიდა აი ხელები და იქნება რაღაცაში გამოგადგეთო და ვიზიტკას ვაძლევს და სავიზიტო ბარას და ვკითხულობ security შეფი ბრიტანეთის და ვიხდი ვიცი ხო ისა და დავალე ხელი მოვიყვანე ჩავიყვანე რა თქმა უნდა და ნუ მე ესე დაემთხა და აქ და რო ითამ და რეგბი აქ ნათამაშები ამ ბავშვებთან აი გაიხადა ეს თავის მაკასინები აი ტიტო აი შარვალი აიწია და დაიწყო თამაში თავისთავად ფუნაში დაისვარა და ნუ Range Rover-ებით არიან ახლა აქგან და ფეხებს იბანს ბონჯომი და მე ვთხარი რომ აქვე მე მესმისო ძალიან გეჩქარება თან ხო ეს კატეგორიულად 15 წუთი მაქვს სული ძახის 15 აი 15 წუთი მაგრამ ბონჯომით ფეხის დამანას აქ აბანო არის და იქნება ფეხები დაიბანა მასწავლით სადარი თქვენ იცითო? კი მე ვთქვი და 20 წუთი სანამ იმ ფეხები დაიბანა აქ მწვადია შემწვარი თოლის პურია საფერავია ჩამოსხმული და სუფრა გაშლილი და ცოლშვილით იყო და ცოლო 4 წლიდა ახალქალაქში წადი სადაც გინდა წადიო რა მე ვაქვჩებიო და დარჩა წავიდა იქ და ესე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და რა გინდაო მითხრა არა უბრალოდ როდის ჩადიხარ თბილისში მეთქი ზედა და მოდიო საერთაშორისო და მივედი ვნახე და რა გინდა და მე ვთქვი აი ეს ბავშვები რომ დაინახე შეიძლება ზოგიერთ საერთოდ მეტრო არ უნახია და 5 სართულიანი სახლზე მეტი სახლი არ უნახია მეთქი და ბარბაროსები ჩამოდიან და ხო არ ვანახო ბავშვებს რამდენი გინდა თანხა დათვლილი მაქვს მე ვთქვი ღამისთელი ყველაფრით 3000 ფუნტი ყოფნის რომ ამ ბავშვებს ექსკურსიაზე წავიყვან რა მეორე დროს ანგარიზე 3000 დაგვისვა და აი ეგეთი მაგარი რამე გაკეთა და ბარბაროსებთან ვარჯიშზეც კი იყვნენ ეს ბავშვები. ეს ბავშვები არიან ეხლა რომლებაც მე რაგბი ითამაშეს და რომელიც ახლა მცდელობენ კიდევ 20 შემიძლია რა. ასე რომ აი ესეთი პატარა კოტეჯი დაიწყო სამები. ხო და დანარჩენზე კიდე ეხლა რაც არის. მინდა გითხრა რომ მე გამომიწყდა ჩემი ძმაკაცები რომ მართლა გვეგონა რომ გარეკეო რა. და სულ ვიძახოდი რომ აქ მაგარი თემა გაიჩიტება ხალხო. რა თემა ჭაობია ერთი მოედანია შემოუღებავი და კი ბავშვები ძალიან აქ და მოტივაცია საერთოდ რეგიონში ადვილია ხო და გასაფრთხები ნაკლებია მაგრამ აქ კიდე იდეურად სხვა ტიპები არიან რა განსაკუთრებით კეთილი ტექნიკურ რეგიონს ავადმოდებულები და მოკლედ ესე და მე აქ საერთოდ არ იგიდმებოდა ამ ბაზის აშენება ამდენჯერმე შევხვდი მე ხა დასამალია და ყველა ვიცით რომ ეს კარტო ფონდი აშენებდა მაგაზად ატო კონკრეტულად საქველმოქმედო ფონდი ატო მაგრამ აქ წინააღმდეგები იყვნენ საერთოდ იმიტომ არ ქონდათ საერთოდ გეგმაში რა ეს ის მაგრამ მინდა გითხრა რომ მაგლებელი ვარ ჩემი მეგობრებისას და ხელმძღვანელობისას იმიტომ რომ მე მიხვდნენ ამის აუცილებლობას არა როგორც რაგბის ბაზის არამედ როგორც მართლა რაღაცა სოციალური პროექტის, რომელიც საერთოდ ყოველგვარი მაღალფარდოვანობის გარეშე მაშინაც ეუბნებოდი, რომ თქვენ ხო საქართველოსთვის კარგის გაკეთება გინდა და არ არსებობს მაგაზე კარგ საქმეს, დაიჯერეს და ეს ბაზა ეხლა არსებობს. ეს ბაზა ეს ტბა და რაღაც არ არსებობდა მაშინ, ეს არაფერი აქაც ჭაობი იყო, აი აქ ეხლა სადაც მანქანით შემოხვედი თქვენ იქ თავდებოდა, იქ იყო ტერიტორია. ეს მერე უკვე შემდეგმა მთავრობამ უკვე ეს მოგცა ეს ტერიტორია და აშენდა ეს ბაზა.
ბაზა რო აშენდა საერთოდაც ბაზა რო შენდებოდა მე თვითონ მივედი და უთხარი ხელმძღვანელობას რომ არ გვინდა ანძები ავჭალისნაირი და შევადენისნაირი რადგან ეგ არის ტელევიზიისთვის ჩვენ სათამაშო და ამის ნახევარია და არ გინდა გააკეთოთ ამიტომ არის ჩვენთან პატარა ანძები რას ვიფიქრებდი მაშინ ხო და კი უთხარი რომ ტელევიზია უღოდ ჩამოვიდეს როდის რომ მაგას ვეღისო და დღისით ვითამაშებთ ხო და ამიტომ ხე გინდა არ გინდა დღისით გვიწევს თამაში იმიტომ რომ განათება არ არის საკმარისი მოგეთ ეს ბაზა აშენდა და რა თქმა უნდა ბავშვთა რაგბი იყო რა უკვე ამასობაში საპროექტო აი საინტეგრაციო პროექტებით რაც ყავდა ეს ბავშვები ჩვენ სკოლებში ვიყავი შესულები სოფლებში ვიყავი შესულები ეს ბიჭები წამოიზარდნენ და გაჩნდა იდეა რომ გაკეთებულიყო გუნდი ჯერ გუნდი ერთი გუნდი ესენი არის ეხა ისე დაემთხვა რა რომ იქ ადიგენში შოთა ხარშილაძე მუშაობს ძალიან კარგად მორაგბე ველი აქ თემური მუშაობდა აი ვიშაპა და რაღაცა ანუ კიდე ანუ ის ჩვენაც გავაკეთეთ ის გძელდება რაღაც ცოცხლის უნარიანობა ამბავს აქვს და მოგეთ ეს ბიჭები წამოიზარდნენ და ამასობაში მაშინ გამგებლები თქვა მერებს და ესე დაემთხვა რომ აქ მერი მორაგბეა ძველი ბორჯომში ახლობელია თვითონ მე არ მქონია იგი თვითონ გავუჩა გუბერნატორი ყოფილი მორაგბეა და დაემთხვა ისე რომ თვითონ ამათმა თქოს რომ მოდი გავაკეთოთ აზრინათ ის გააკეთეთ მეთქი არა შენი ყაიქნები რომ მოდელი ამის ჩემ და ჭირდა დავეთახმე მინდა გითხო ძალიან მაგარი თავის ტკივილია ძალიან ხო და გაჩნდა ეს გუნდი 100% მეორე ლიგაში დავიწყეთ თამაში აუ პირველი ვარდიში მახსოვს სუნცულა აბსნელი ნახასწეშვილი და სანდრო ესაკია შევახვიეთ თბილისიდან წამოვიყვანეთ სუნცულა უკვე სუნცულა ხო ანუ მე და თამაზი რო ჩამოვედით აქ ანუ პროექტი და ცოტა ხანში უკვე სუნცულად შემოგვიერთდა რა ამ საქმეებში რა ხო ანუ სუნცულა ხო და პირველი ვარდიში ახალციხეში მოედანზე და აი გახურების ჯვარი რო არის რა უბრალოდ რა იპასი მარჯვნივ აპასი მარცხნივ ერთმანეთის აცდენა და ამათ გადავხედეთ და თვალები აქვს შუბზე ასული და ეს რას დავთანხმდითო ეს იყო ივნისის დასაწყისი სექტემბერში დაიწყო ჩემპიონატი და პირველი თამაში ჰქონდა დინოზავრებთან დინოზავრი წყალტუბოში იმ დროს გუნდია მთელი ამბებია და უმაღლეს შეასრულეს ეს პირველ ლიგაში ასვლა საპირე და პირველი თამაში მოვიგეთ რა კარგი იყო ეს რაღაცა ისე და ისე ამოვედით პირველ ლიგაში რომ 100% აქაური იყო მოთამაში ისე ავიღეთ მესამე ადგილი მეოთხე ადგილი რომ 100% იყო ადგილებრივი მოთამაში უბრალოდ მე თავისთავად უკვე სხვა კლუბებმა უფრო ძლიერმა კლუბებმა და ისტორიულმა კლუბებმა თვალი დაადგეს და ამ ბიჭებსაც ეხა პატარები რაღაცა ეხა თავისთავად მესმის რა და გაიფარდა და უკვე ეს სვლა აღარა ეხლა ამისათვის კი ეხა ბევრი ბავშვები ყავს უკვე და გვინდა რომ ეს ყველაფერი ავაწყოთ თავიდან და თავიდან კი არა უფრო ძლიერად გავაკეთოთ აი ხა სემინარები მიდის მსმენელებისათვის და უკვე ისე ერთადერთი კლუბი ვართ დღემდე საქართველოში სადაც რეგიონის კლუბია თავიდან ბოლომდე ამ 6 მუნიციპალიტეტია რეგიონში ეს ძალიან აღსანიშნავი ამბავია რა მეკითხოთ რა ანუ არის ბორჯომის, იგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის და 6-ვე მუნიციპალიტეტია დამფუძნებული ჩვენ დაქირავებულები ვართ დამფუძნებლები ეგენი არიან პატრონები ესენი არიან და მინდა გითხრათ რომ შედარებით რა თქმა უნდა ფინანსები ყოველთვის ყველას უჭირს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე შეხმატებულებულად მუშაობ და ამ კლუბის წარმატებისათვის ყოველთვის ცდილობს მთელი იდეა ხო ამბობ თამაზის სუცაში და ფრინავსკო და ანუ მთელი აზრი აქ არ იყო დიდი რაგბის ჩამოყალიბების აქ იყო მართლაც რაგბის ფილოსოფიის დანერგვა რეგიონში ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესი, კაი ტიპობა, მეგობრობა
ერთად საქმის კეთება და მინდა გითხრა რომ ძალიან საინტერესო რაღაცებიც მოხდა ჩვენ აი კლუბი გარდა იმისა რომ ჩვენც რაღაცას თანხავს ვდებდით ამის გარდა ბიჭები თვითონ ფულდებდნენ და აი ზამთარში შემიძლია მე გაჩვენოთ ეს აი ზამთარში რაღაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს და იმას მართლა ისეც კარგად ვეხმარებოდით რომ აი ოჯახს გადაზამთრებაში ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ აქაურ ახალგაზრდებს რო არ ყოფილიყო ეს აქედან კი რა თქმა უნდა ევროპაში წავიდეს უნდა თბილისშიც უნდა წავიდეს და რაღაცა მაგრამ თავისი მხარის მთელი ეს პეცი და მთელი ეს აი ძალიან მსუხე სულიერება რომელიც ძალიან დიდია მხარეში ეხა ხო ხვდებით ეხა რა ადგილი აქედან ვარძია არის 26 კილომეტრი ვანის ქვაბები იქვე აქეთკენ სარვა თავის მეგალითებით სასწაული ადგილები აგერ არის ჩვენგან 300 მეტრში ნასპინძის ომის ნახიდარი უბანს ეგრეც ქვია ნახიდარი რა და აი ხის იმ ხიდის ქვის ნაწილი დღემდე დარჩენილია ანუ ეს ძალიან დახუნძლული ამ აქრივ და აი ამ სიმდიდრეში რომ ჩამოდიოდი თავიდან სხვა რამეა რომ ჩამოდიხარ ტურისტად რა თქმა უნდა ვარძიას ნანახი მქონდა და სხვა რაღაცა საფარაც თქვა და იქითკენ ზარზმაც და აი უკვე აქ რომ ჩამოხვედი და აქ რომ უკვე მუშაობ აი ამ რაღაცა ერთ-ერთ გადაცემას ხშირად არის დღეს რატომღაც არ ჩამირეკე ცოტა რომ დამელია უფრო კარგად ვილაპარაკები მაშინ ისე იყო რომ ისეთ ადგილას ვიღებდით ციო და რაღაცა და მანამდე რეჟისორმა რაღაცა დაგვახვედრა პატარა ისე და იქ თქვი რომ აქ ისე მსუყეთ არის სულიერება და უიმე არ დაგავიწყდეს ეგო ჩაწერის დროს თქვიო და მაგას რა დამავიწყდეს მოთხარი ეგ ნახეთ როგორი რაღაცა არის ღმერთი ხო სიყვარულია და არა აქვს მნიშვნელობა კეფთაყვანისმცემელი იყო ცეცხლის თაყვანისმცემელი იყო თუ მზის იყო აქ სარო მარტო აი უახლოესი ხო 4000 წლისაც 40 საუკუნე ანუ ქრისტეს შობამდე კიდევ 20 საუკუნე იქით არის და ეს ადამიანი ხო იცავდა ოჯახს არჩენდა შვილებს საჩენდა და აი ეს ენერგეტიკა ძალიან მაგრად არის და უკვე აქ რო ხარ ამას გრძნობ და მინდოდა რომ ამ ახალგაზრდებს აკაურებს რომ მიხვედრილი იყვნენ იმიტომ რომ ყველა გაქცევაზე არის ეხლაც პრინციპში მაგრამ მინდა დღესაც და გვინდოდა ეს რომ იმათ აქ დაენახათ ეს სიმდიდრე და ამ სიმდიდრის დანახვის ერთ-ერთი მაგარი ინსტრუმენტია მართლა რაგბი და მართლა არის ნამდვილად რა სულ აქოდა ჩვენ და არც ეხლა არა გეგმაში რომ მაინც და ეხლა ნაკრების მოთამაშე და ვარსკვლავი შეიძლება უკვე კი ბატონო გოშამ უნდა გაზარდოს უმცლამ და მე ნაკრებებია და ასე შემდეგ. ეს იყო იდეა და ამ იდეის გამო მოვხდით გავჩერდით აქ და ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო უკვე ინტეგრაცია. ნახეთ ჩვენ კიდე აქ ერთი ჯადოსნური ოთახი გვაქვს, არ ვიცი, მე მგონია და ეს ჯადოსნური ხალხის გადასაღებია რა. ჩვენ ვმუშაობთ კიდე სხვანაირ ბავშვებთან. შეიძლება ჩვენ ავართ სხვანაირები და ისინი არიან ზუსტად არა სხვანაირები, მაგრამ კლიშე ეგეთია, ისინი არიან სხვანაირები და არის ჯადოსნური ოთახი, რომელიც რა თქმა უნდა დათმობილი გვაქვს ჩვენ ეს ტერიტორია და მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრს რამეს სწავლობენ მორაგბეებით, ადამიანები იმათან იმ აბსოლუტურ სიხალასეს და სიყვარულს რაც იმათ აქვს. როგორ ხარ? მაგრად, როგორ ახარ ჩემო კარგო? ეს მაგაითხია. გამარჯობათ, მე ვარ საბადო დედაშვილი. აქ დავჯევარ ამ წელში და 5 აპრილს იყო, ხო? ვაიმე არ მახსოვს, შენ უნდა უფრო უნდა გახსოვდეს. 5 თებერვალს ტავს თამაში იყო, რა თქმა უნდა, დიდი თამაში იყო, ყველა გუშემატკივარი აქ ვიყავით ტავსთან და დიდი გუშემატკივარი, როდესაც ვერე მოდიში. დღეს იმ დღეს შემა პიკება და სახელებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენი პიჭებს, რადგან მოგვაგებინა ის დღე, რომელიც ჩვენ გვიდოდა და ჩვენ ყოველთვის იმითკენ ვარ და მე მინდა ტავს გავმართო. მეთოდია, რომელსაც ესენი პედაგოგები ჩამოდიან სპეციალურად ასწავლიან და მერე ეგერ ბავშვები იკერება და ეს მარიამის თანხმობია
აი ნაკუწინა აჭერები. ჩვენ ხო ვეხმარებთ, არა თვითონ ისე ამაზად ავაგებს ამ ფერებს. ბალი შეწკეროთ. ისე დაწყობზე თუ ნახავენ ხოლმე. აი შევიდეთ ესე ნაკუწებით არის, მე ტომარა და მე მინდა თავს უსწრავ გაიმაჯურ. და კიდე ისე რა ქვია, აქ ვაჯიშო მოჭას ვაკეთებ ჩვენასავა და მე მინდა თავს გამარჯობა უსწრო. ეს პროექტი ერთ-ერთი იყო, რომელიც მინდა გითხრა, რომ 2007-2011 წლის ევროკავშირმა საუკეთესოდ აღიარა ამიერკავკასიაში, იყო მულტისაინტეგრაციო პროექტი, სადაც იყო სოფლის და ქალაქის ინტეგრაცია, შეზღუდვის ქონების ინტეგრაცია და უმცირესობის ინტეგრაცია, ანუ ესეთი მულტიინტეგრაცია, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება იყო. უბრალოდ მე ჩვენ უფრო მარტო ისინი სუგეოვნეოდნენ კიდე რამე დაწერეთ, იმიტომ რომ ვართ პრაქტიკოსები. ეს არ არის ჩვენ არ ვზივართ რაღაცა კაბინეტებში, ან რაღაცა საქმე. მე არავის არაფერს ჩვენ უბრალოდ მე ვამბობ, მე რას ვაკეთებ. მე და ჩვენი ჯგუფი კიდე და მეგობრები ვაკეთებთ იმას, რომ პრაქტიკულად ვაწყობთ. დღესაც ვაწყობთ, დღემდე საზაფხულო ბანაკებს ვაწყებთ, აი ესეთ საინტეგრაციო, სადღაც შეზღუდვის მქონე ადამიანები აი ამ მორაგბეებთან, პროფესიონალებთან ერთად გამოდიან და ესენი ავადმიშებიან და ესენი ეთამაშებიან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს აი ამ იდეებზე ვართ. ამის საშუალებას ეს ბაზა გვაძლევს, რა თქმა უნდა, ეს გარემოება გვაძლევს და ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ რა იმის გამო, რომ პირდაპირ მნიშვნელობით არ არის ჩვენი საქმე 20-იანების გაზდა 18-იანების, ანუ ბაზისი, პირდაპირ მნიშვნელობით ბაზის ზუსტად ფუნქცია არის ეს, რომ აი აქ მოხდეს სოციალიზაცია და მოხდეს საყოველთაო ამბავი. პატარა მაგალითია საყოველთაო სპორტის. დიდი ნატრა გვაქვს, რომ ეს გახდეს არა მარტო რაგბის, არამედ საერთოდ გახდეს მრავალპროფილიანი სპორტის. და შეიძლება სხვა სახეობებსაც მოსვლა აქა და ეზიარონ აი ამას ეზიარონ, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდე შევძლებთ ამის გაკეთებას. ხედავთ იმისა, რომ ასაკი და ამბავი. გიორგი, ეხლა უკვე სუფთა სპორტული მხარე. ეხლა ჩვენ სადაც ვიყავით კუნძულზე, ხო? იქ რა არის, იცი, ერთ საინტერესო მომენტია რა, ის ხო მე შემოვიერთეთ ის მხარე. ანუ იქ ჭაობი იყო, სამი წყარო გავაერთიანეთ და იქ გაჩნდა ეს ტბა და შუაში კუნძული ამ თავისი ჩარდახით, ასე ვთქვა და იქაურობას საერთოდ მე აუხსენი, აქაურებს დამეთანხმდნენ, საერთოდ არ ვეყარებით. ანუ იქ რეალურად მართლა მიკროფლორა და ფაუნა ჩნდება. ხო და უკვე გაჩნდა ეს მოედანი, გაჩნდა ეს ბაზა, გაჩნდა ტრიბუნები და უკვე უმაღლესი ლიგაში თამაშმა ბატონო ჩემო მოითხოვა უკვე ტაბლო, მოითხოვა დასაჯდომი და რაც თავარია ტელევიზიისთვის სამუშაო ეს. მე მგონი კმაყოფილები ხართ, არა? კარგი ეს არის. ხო. ეხლა ნახეთ. ეხლა რა კი ეს ყველაფერი თქვი და რითაც ვიამაყერო ჩვენ აქაურებით ამოვედით 100%-ით უმაღლესი მეორე ლიგაში და პირველ ლიგაში შესაბამისად აი ახლა იქითკენ რასაც ახლა ჩვენ სადაც მივდივართ ეს არის აი ეს წარმოიდგინეთ სულ ბავშვთამსხმელები არიან. ანუ წარმოიდგინეთ ახლა რეგიონში ამდენი ბავშვთამსხმელი რო იქნება. ინსტრუქტორები კარგი ყავს, ამოდით ინსტრუქტორების გაჩვენოთ. გამარჯობა, ვინც არ მინახი ხართ? ძალიან მიხარი ხართ რა, ძალიან მიხარი ხართ რომ ამდენი ხართ აქა რა და ხო და რა ვიცი მე მგონი არის საწყისი ერთი ახალი ამბიც რა, რომელიც კიდევ სხვანაირად დაანახებს საქართველოს კი არა მე მგონი. ეხა ფიჯიზე უკვე ტაოდას ასპინძა ყველა მიცის ფიჯიზე რა და ეხა კიდე სხვებსაც დავანახებ. ეხლა აქაც უნდა ვასწავლო. საქართველოში რაღაც შორიდან დავიწყეთ, ახლა შიგნით შემოვიდეთ ცოტა რა. Hello. My name is Lesias Sambogin-Rao. I'm from Fiji. It's a very good pleasure for me to be here in Georgia and playing for this club, Tao Rugby. It's been 3 years for me now playing here, staying here in Aspinza.
It's a very good place for me to stay here in Aspinda. It's quiet. I enjoy staying here, staying with Georgian friends, playing with them, Georgian boys, my friends here, my brothers. They are my family here in Georgia. I really love playing for Tau rugby. Thank you. ეხლა ჩვენ რო მოძრაობდით აქა ნახეთ ჯერთი თიბავდა ბატონო ჩემო და მე აგერ მისეირნებდა როგორც ჩანს რაღაცა დედიკო და მამიკო გაახსენდა ფიჯელ ბავს ეს არის ჩვენი ამ ოხრებმა ხო დაარქვეს ან ფიჯელებს სამნი ყავდა თავიდან პირველად ჩამოვიყვანე და რაღაც ქართული სერიალია არ შემეშალოს მე ტანჯულა იღაცა და რაღაცა ისე სამი პერსონაჟი და ეს არის ტანჯულა და ნელსონა ანუ ნელსა ტანჯულა აქ იყო როცა შვილი გაუჩნდა ბიჭი გაუჩნდა წარმოიდგინეთ თქვენ ფიჯიზე ამ დროს იყო აქა რა და აქ რო იყო ხომ ვითიღებდა ძალიან ნოსტალგიურები არიან ძალიან უყვარ თავის ის ხამ-ხამობით ესე ეჭირა ხოლმე ეს ტელეფონი ესე და პრეს დაგიძახებ თუ შეიძლება ჩვენთან ეგრე ეძახიან შეფსო და კი პრეს პატარა ტანჯულა იძახა და ნახე არ ყავდა და წარმოიდგინეთ როგორ შეუყვარდა თესხარე და როგორ უყვარს ეხლა ცოლ-შვილით ჩამოუყვანეთ რა იმიტომ ძალიან კარგი პიროვნებაა ძალიან კაი ადამიანია ძალიან გარდა იმისა რომ სერიოზული მორაგბეა ამის გარდა ძალიან კარგი პიროვნებაა რა მიყვარს ეს კაცი უთხარი თუ გინდა ჩამოგიყვანთ ხო ცოლ-შვილს და რაღაცა მოვიჩხრიკეთ ჯიბეები კერძოთ რა ბიჭებმა და ჩამოუყვანეთ ეს ცოლ-შვილი და ეხლა შებიან მომავალი წლისთვისაც ეს ჩემი სუბიექტური აზრია თუ გინდათ თქვათ მაგრამ ძალიან გაახალისეს ქართული რაგბი რა ეხლა ტაო მიუხედავად იმისა რომ მე-9 ადგილზეა და გადათამაშება უწევს გატანილი ბურთებით ვართ მე-3 ადგილზე ანუ ჩვენი ხელწერა გვაქვს და ამ ხელწერაში სუნცულას გოშასი სანდრო ესაკიასი და ცნელების და ეხლა ისა ყავს რა ქვია ამირხანაშვილი ხო დიდი დამსახურება მაგრამ ამ ფიჯელების არანაკლები დამსახურება იმიტომ რომ სტილი აქვს ეხლა გულს რა ყველა ცდილობს უკვე ამ ფიჯურის თამაშს რა რამაც ძალიან გაახალისა მინდა გითხრა და გაალამაზა რა თქმა უნდა ქართული რაგბი რა და მე ძალიან ვემადლიერები ამ ადამიანებს და ძალიან ვემადლიერები ეხლა მინდა გითხრა რომ იქ ვენახის დარგვას ვაპირებდო და ფიჯელები ასპინძაში მე-5 მწვანეს რგავენ რა თქმა უნდა ბავშვებთან ერთად და ბიჭებთან აი ეს სადაც დგევართ ხო არყისხეების ხეივაში ეხლა აი ეკეთკე ვერცხლისფერი ფიჭვებია აი ეს ყველაფერი ეს სიამაზე რაც არის ეს არაფერი არ არსებობდა აქ რა შენობა რო დაიდგა ერთი მოედანი იყო და შენობა იყო ეს საწაუდე თქვენი მსვლელები აი თქვენზეა თქვენ ხელები რო იყვნენ ეგენი შეიძლება ცოტა უზოგი თქვენზე ცოტა უფროსი ამათი დარგული იყო ოჯახში ხართ ძმებო თქვენ მე დამწმუნებული ვარ რომ თქვენგან ვიღაცა დიდი მოსკოვიც იქნება დიდი მორაგბეც გაიზრდება მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის აქ რომ ჩვენ ოჯახში ვართ ჩვენ ერთად ვართ რა დღეს მაგ თქვენთან ერთი ეგეთი თხოვნა ზიარების ამბავში რა თუ თქვენმა მსმენელებმა და იმ ბიჭებმა ვისაც თქვენ ტელევიზორში უყურებთ ხოლმე ტაოს შემადგენლობას ეს ხეები დარგეს თქვენ დღეს მინდა რომ ვენახი და გარკვევიოთ თან მე-5 ჯიშები აი ხლა იქ ორმოები მზადდება და ჩვენ უნდა დავრგათ ვენახი საერთოდ ხუნძნის ჯიშების ძალიან დიდი ნაწილი აქედან არის წასული საქართველოში დანარჩენ რეგიონებში ამიტომ ჩვენ ახლა დღეს მე-5 ჯიშებს დავრგავთ 200 ენერგია უნდა დაირგას არ შეგეშინდეთ ახლა 200 თქვენ თუ დარგავთ 40 დანარჩენ 160 რამდენი გამოდის დარჩა 160 მე დავრგავ კარგი პირველ რიგში მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღდგომის კვირაკებში ვიყოფებით და მადლობა მინდა მოგიხადოთ ჩამობრძანებისათვის რადგან თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ აი ჩვენ კუთხეს და კონკრეტულად აი ამ ოჯახს ვიტყოდი რასაც რაგბის ოჯახი ქვია კერძოდ კლუბ ტაოს შესახებ თქვენ ხედავთ რეალობას რაც დღეს არის მაგრამ მოდი დავიწყოთ საუბარი სანამ ეს ყველაფერი იქნებოდა რა იყო აქ
აქ იყო უკაცრიელი ადგილი, იყო ჭაობი. და ჩვენ მე ბავშვი ვიყავ, რომ გადმოდით ხოლმე, ვერთობოდით ისე სამოყვარულო დონეზე თამაშობდით ხოლმე, ხან რეგვს, ხან ფეხბურთს და ისე ვერთობოდით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდით. და უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აი ამ ასე ვთქვათ ოჯახის შექმნაში, რასაც ტაო ქვია ამ ულამაზეს კლუბს და ძალიან დიდი საქმეა თაობების აღზრდა, მომავალი თაობის აღზრდა. შეიძლება ადამიანმა შექმნა რაიმე ესეთი ღირებული, მაგრამ უფრო დიდია მომავალი თაობის აღზრდა და სწორედ აღზრდა მე ვიტყოდი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აი ეს ბავშვები, ვინც აქ იზრდებიან, ვარჯიშობენ, თამაშობენ, შეიძლება დიდი სპორტსმენები გახდნენ და მე თქმა რომ გამختარიყვნენ დიდი სპორტსმენები, მაგრამ დიდი სპორტსმენები თუ არ გახდებიან, კარგი ადამიანები იქნებიან პირველ რიგში. პატრიოტები იქნებიან, მოსიყვარულეები იქნებიან, პატივისცემა ეწოდინებათ მშობლების, ოჯახის, სამშობლოს, იმიტომ რომ რაგბი ისეთი სპორტია, რომ თუ არაფასებს შენ გვერდში მყოფს, თუ არ გიყვარს შენი გვერდში მყოფი და თუ იმედი არა გაქვს და თუ არ ეიმედები და არ გეიმედება, მაშინ ამ სპორტში ვერაფერს ვერ მიაღწევ ადამიანი. ინდივიდუალურ სპორტში შეიძლება საკუთარ თავზე აიღო ბევრი რამე, მაგრამ რაგბი ესეთი სპორტია, რომ თუ რასაც ქვია ოჯახი არ იქნება, ის გუნდი ოჯახივით არ იქნება, მაშინ ვერაფერს ვერ მიაღწევს ის გუნდი. ხო, ეს ყველაფერი კარგია, რასაც ვაკეთებდით, რა თქმა უნდა და რასაც ვაკეთებთ, მაგრამ თავისთავად ეს ბიჭები იზრდებიან, ამ ბიჭებს ყველას, ნუ რა თქმა უნდა, სპორტსმენი ხარ და ყველას ის კი არა პატარა ამბიცია ჩვენს კი გაგვიშს და წინსვლის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გამოვლილი ქონდა უკვე წუწულა საქართველოს ნაკრების მთავარი მსმელი იყო. ხო და ნუ მეც რაღაცა რაგბის კავშირში ვიყავი ხელმძღვანელი რაღაცა და ამიტომ ეს ჩვენი გეგმა არ იყო ამის კეთება. ჩვენი გეგმა აი მოგიყევით რაც იყო რა, მაგრამ თავისთავად ეს ბიჭები გაიზარდნენ, ამ ბიჭებს რაღაცა ჯანზე მოვიდნენ, თამაშების მოგება დავიწყეთ, რატომაც არა, ჯერ პირველ ლიგაში ავიდეთ. სხვათა შორის ეს ყველაფერი ახალი დღემდე რეკორდსმენები ვართ. ანუ კლუბი შეიქმნა 2016 წელს, 2 წელიწადში მე გამოვედით პირველ ლიგაში. და მე 6 წელიწადში თუ 7 წელი რაც არის და ეს ხან მოკლე ახალგაკეთებული და ეს გუნდი არ არის ფულით გაკეთებული. ანუ ჩვენ ვარსკვლავები არ მოგვიყვანია რა. ჩვენ შრომით ამ ბიჭების თავდადებით და ამ ბიჭების გაზრდით და მორაგბეებად ჩამოყალიბებით და პროფესიონალებად ჩამოყალიბების ხარჯზე მოხდა ეს ამბავი, ამ მხრივ მართლა რეკორდსმენები და უკვე თავისთავად გაჩნდა ეს ამბიცია. თავიდან გაიწოვა ეს, წავიდნენ ბევრი მოთამაშეები ქუთაისში წავიდნენ თბილისის კლუბებში, მაგრამ მე ნელა ვინც დარჩა იმათთან ერთად, მე ზოგიერთი ისინი დაგვიბრუნდნენ უკან და უკვე გაჩნდა იმის იდეა, რომ აუცილებლად უმაღლესი ლიგას ეს დიდი ათში ასვლაც ჩვენი გადასახედია. ანუ თამაზის ჩემი, ხა თამაზის შვილი არის დათუნა, ანუ აბსოლუტურად შეუცვლელი ადამიანია, მე მგონი ერთადერთი ყველა შეცვლა შეიძლება ჩემი თამაშებით დათუნა შეცვლა არ შეიძლება, ძალიან ბევრი რაღაცა საკეთე. ხო და ანუ ეს იდეა რო იყო ეს დიდი ათიც იმიტომ გვინდოდა, რომ მოსულიყო რაგბიკივი. რომ იმას ლაივში ეჩვენებია ეს ბიჭები და მის მეზობელს, მის ნათესავს, მის მხარის ადამიანს, ახალგაზრდას დაენახა, რომ აქ შეიძლება გახდე ვარსკვლავი, აქ შეიძლება გახდე ეზია, რომ შენ საქმეს და საერთოდ არ გინდა წასვლა რა შენი რაიონი და თქვა შენი სოფლიდანაც კი და აქ აკეთო ეს. ამიტომ იყო ეს იდეა დიდი ათის გაჩნდა ეს იდეა და ნუ შევასრულეთ კიდევაც. ისევ და ისევ მინდა გითხრა, რომ ხელმძღვანელობამაც ეს აიტაცა ეს ამბავი, რეგიონის ხელმძღვანელობაზე ვლაპარაკობ და შესაბამისად ეს ამბავი მოვახერხეთ. ძალიან ჭირს დიდი ათი, მართლა ძალიან ჭირს. მით უმეტეს ძალიან გვიჭირს იმ ხრივ, რომ თაში ვართ. ხა დღესდღეობით მართლა ერთადერთი კლუბი ვართ, ვინც თამაშობთ მშობლიურ მოედანზე მთაში. და იმის გამო, რომ ძალიან მკაცრი ზამთარია აქა. ფაქტიურად მთელი დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი ვერ ვახერხებთ ვერც თამაშს ადგილს, ვერც ვარჯიშს. ეს ბევრ პრობლემას ქმნის, მაგრამ
ჩვენ ახლა ვერ გავაუთუებთ ამ იმას და ვერ დავემსგავსებით ჰოლანდიას და ბელგიას, მთის ქვეყანა ვარ. ამიტომ მე ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ მე მგონი აუცილებელია, რომ რეგიონებში, მთის რეგიონებში, აი ამ სირთულეების მიუხედავად ჩამოყალიბდეს ეს კლუბები და მართლა მიბაძოს ჩვენ მაგალითს სხვა იმას. იმიტომ რომ ძალიან მაღალ ლეველზე არის, საფეხურზე არის ახლა ქართული რაგბი და ამ საფეხურის შენარჩუნება უკვე ჭირდება ახალი სისხლი. ახალი სისხლი მე გულისხმობ თბილისმა და ქუთაისმა უსაშველო საქმე გააკეთა, ზღაპარი და დღესაც ზღაპარს აკეთებს, ხო ფაქტურად. მაგრამ თუ არ გაჩნდა ახალი ის აქედან ჩასული შემთხვევითი ადამიანები ხდებიან ვარსკვლავები. მართლა ეგრეა, ხო? მაგრამ თუ ლეონსიო ახლა მოჩა რაღაცა შორს დასვლა, ხო? ჩავიდა, გვერდზე სოფელში იყო და ჩავიდა და გახდა. გიორგი მელიქიძე, რომელმაც პირველი ბურთი უკვე ჩვენთან დაიჭირა ხელში. და ასე შემდეგ. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და უნდა მივაწვეთ ამას მომენტში.